კონგრესმენებთან დავესაით მიდევს. შეხვედრა, მინდა მაინც კითხოთ ამ სანქცირებულთა სისტემაზე. თქვით, რომ ალბათ 2-3 თვეში მომზადდება და იქნება შემდეგი ტალღა სანქციების. ამ შეხვედრების დროს ხომ არ ყოფილა საუბარი მათ შორის კონკრეტულ გვარებზე ივანიშვილის გარდა, რადგან ვიცით, რომ არსებობს რადიო თავისუფლების ინფორმაცია, რომ სწორედ კონგრესმენებმა გაუგზავნეს რუბიოს წერილი კონკრეტული გვარებით. ამ შეხვედრებზე იყო თუ არა მათ შორის სხვა გვარებზე, კონკრეტულ გვარებზე საუბარი. ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი პირობითად ასე ქვია ამ სიას. მე შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულ გვარებზე არის საუბარი, ძალიან კონკრეტული არის სია, რომელიც ამერიკის პოლიტიკურ კლასს, ასე ვთქვათ, და ბიუროკრატიულ კლასს უდევს მაგიდაზე. ძალიან კონკრეტული გვარები წერია, მე 1-2 ვიცი. ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურები, ძალიან მაღალი დონის. ეს ემთხვევა რადიო თავისუფლების სიას. ნაწილობრივ ემთხვევა სწორედ იმ სიას, რომელიც ჩვენ ნახეთ რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული. შევახსენებ კიდევ ერთხელ, აქ იყვნენ ბიზნეს წრეები, მოსამართლეები, ირაკლი რუხაძე, ირაკლი გილაური იყო, რაც იყო უცხო სოცოფხაკაძე, ვანო ჩხარტიშვილი. დავიდასტურეთ რამდენიმე მაინც როგორი სიის შესახებ გვქვენ. მე რა სიაც ვიცი, მე სია დიახ. ეს სია ემყარება ამ სიის იდეა ემყარება იმას, რომ უნდა დასანქციდეს და დაისაჯოს ყველა და თქვენ სწორად ამბობთ კატეგორიებს, ყველა, ვინც იღებს მონაწილეობას ერთი, მეორე, მესამე ფორმით დღევანდელ რუსულ სპეცოპერაციაში, რაც არის სახელმწიფოს მიტაცება, არჩევნების მიტაცება და ადამიანის დემოკრატიულ უფლებებზე ძალადობა. ეს არის სამი ძირითადი მიმართულება და ხა ის ბიზნესმენები, რომელსაც თქვენ ახსენეთ, კვებავენ რეჟიმს. ისინი არიან საწვავი ამ რეჟიმისთვის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მათაც არიან იმ სიაში, ვის შესახებაც თქვენ ისინი მოიაზრებიან მათ შორის როგორც პოტენციური სანქციების საგანი. ეს შემიძლია გითხრათ. შეგიძლიათ დაგვისახოთ. მათ შორის ისეთი ტიპის ბიზნესმენები, რომელიც არიან აფილირებული პირდაპირ ამ რეჟიმთან. ჩემგან არ იქნება კორექტული ახლა რომელიღაც დეპარტამენტის სახელით ვისაუბრო ან კონგრესმენის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ კახი კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამიზნე ამ სიაში. აი შემიძლია გითხრათ და იქვე არის სხვათა შორის ასევე რომელ კატეგორიაში გადის კახი კალაძე? საკმაოდ არასახარბიელო მისთვის კატეგორიაში. დარღვევაზე არის ამ დრომდე რაც გვინახავს. არა, ის როგორც პოლიტიკური, ის როგორც გენერალური მდივანი პარტიის. ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე ივანიშვილის შემდგომ. ხო, კახი კალაძე ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის გენერალური მდივანი პარტიის, მმართველი პარტიის, შესაბამისად მათ პარტიული პოზიციაც მაღალი უკავია, გარდა არჩეული პოზიციისა, რომელზეც ის იმყოფება პარტიულ პოზიციაზე, მაგრამ არც ერთ სიაში არ არის. საინტერესოების საინტერესო რატომ არა? სავიზოს სავიზოზე არის კალაძე და აღარ დაასრულეთ. იქ არის კალაძე, ნამდვილად როგორც ერთ-ერთი მთავარი საგანი, ინტერესის ეს შემიძლია გითხრათ და ძალიან კარგად იციან კახი კალაძის განცხადებებიც, ძალიან კარგად იციან მის მიერ შეტანილი როლი, წვლილი აი ამ ანტიდემოკრატიულ პროცესში და ის ზოგადი უტიფრობა, რასაც განასახიერებს კახი კალაძე, ეს ერთ-ერთი მთავარი მომავალი სამიზნე არის სწორედ კახი კალაძე, თუმცა იქ არის არაერთი სხვა ადამიანი, მათ შორის ისეთი ტიპის ბიზნესმენების მოიაზრებიან ამ სანქციათა სიაში, რომლებიც პირდაპირ კვებავენ აი ბოროტმოქმედ რეჟიმს, რომელიც მე გამოდის და ქუჩებში დასდევს 14 წლის ბავშვებს. ასე ამერიკამ ძალიან კარგად იცის იმ წრის შესახებ, ჯაჭვის შესახებ, რომელიც ასე ვთქვათ, იკვრება, იმიტომ ავტოკრატიაში ჯაჭვი ჭირდება ყოველთვის, არის კვებავი წყაროები და არის უკვე შემსრულებლები, ზოგიერთი წყარო აქ კვებავს ამ რეჟიმს და ზოგიერთი ასრულებს. ასე ორივე კომპონენტს, როგორც შემსრულებელს, ასევე კვებავს, მართლაც არის კარგი დღე, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ამერიკა იდგება ბოლომდე ქართველი ხალხის ბრძოლის გვერდით. ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლებამ გავრცელა ამ სიაში მოხვედრილი ყველა პირი ლოგიკური იყო თქვენთვის, ან როდესაც ეს სია წაიკითხეთ, რაც არის ახლა მარკო რუბიოს სახელზე გადაგზავნილი კონგრესიდან სავარაუდოდ მე გულსა და გითხრათ, მქონდა ჩემი წილი კითხვები, ზოგიერთთან მე არ მინდა ხამსის დეტალებში შევიდე, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ნახეთ, ასეთი სიებით გინდება ზოგადად ბევრი მოკლევის შედეგად. ახლა სია, რომელიც ჩვენ ნახეთ, ვთქვათ, რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებული, ამ ტიპის სიაზე ამერიკის ინსტიტუტები მუშაობდნენ წელიწადზე მეტის განმავლობაში და ჰქონდათ ბევრ ჩვენგანთან კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, დამოუკიდებელ მოქალაქეებთან, ანალიტიკოსებთან და ამ ყველაფრის ჯამური ანალიზის შედეგად არის მიღებული ეს სია. ასე რომ ბუნებრივი აქ რაღაც ფართო კატეგორია არის საკმაოდ ადამიანებისა, შეიძლება ყველას არ დაედოს სანქციები, ეს არის პირობითი სია, ბუნებრივია. მე მქონდა
ჩემი წილი კითხვები, თუმცა არ შევალ თქვენებად დეტალებში. ძირითადი კატეგორია ჩემთვის არის ცნობილი. ძირითადად აქ არიან ადამიანები, რომელიც ან არიან ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი წარმომადგენლები და ხმოცნები, ან კვებავენ ამავე რეჟიმს. აქ შემთხვევით არ ხვდება ადამიანები, ეს უნდა გესმოდეთ. შესაბამისად, ან ერთი ან მეორე მიმართულებით გამოდის, რომ ამერიკის შესაბამის ინსტიტუტებს აქვთ ყველა ამ პირზე გარკვეული მოსაზრება ან ეჭვი.